დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლისთ ფსიქოლოგიის თემაზე. ციმბირის წყლული. ციმბირის წყლული არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით. ეს დაავადება ძირითადად აზიანებს ბალახისმჭამელ შინაურ ცხოველებს, როგორიცაა ძროხა, ცხვარი, თხა და ცხენი, თუმცა შესაძლებელია დაავადდნენ სხვა სახეობებიც, მათ შორის ადამიანი. ციმბირის წყლული ზოონოზური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის. ციმბირის წყლულის გამომწვევია ბაქტერია, რომელიც სპორების სახით გვხვდება ნიადაგში. სპორები ძალიან მდგრადია გარემო პირობების მიმართ და შეუძლიათ 10 წლეულების განმავლობაში დარჩნენ ინფექციურად. ცხოველები ინფიცირდებიან დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით, ან სპორების შემცველ ნიადაგთან კონტაქტით კანის დაზიანებების გზით. ცხოველებიდან ცხოველებზე დაავადება ძირითადად გადადის დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით. წერების, მაგალითად, ბუზების მიერ მექანიკური გადატანაც შესაძლებელია. ცხოველებიდან ადამიანებზე ადამიანები ინფიცირდებიან ინფიცირებულ ცხოველებთან ან მათ პროდუქტებთან, მაგალითად, ტყავი, მატყლი, ხორცი, კონტაქტით. ინფიცირება შესაძლებელია კანის დაზიანებების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან სასუნთქი გზების საშუალებით. ციმბირის წყლული ძირითადად აზიანებს ბალახისმჭამელ ცხოველებს, როგორიცაა ძროხა, ცხვარი, თხა, ცხენი, ირემი. იშვიათად შეიძლება დაავადდნენ ღორები, ძაღლები და კატები. სიმპტომები დამოკიდებულია ინფექციის გზაზე და ცხოველის სახეობაზე. ზოგადად, ციმბირის წყლულს ახასიათებს შემდეგი ნიშნები. მწვავე ფორმა, ყველაზე ხშირი ბალახისმჭამელებში. უეცარი სიკვდილი, ხშირად ყოველგვარი წინამორბედი სიმპტომების გარეშე. ცხელება, დეპრესია, ანორექსია. სისხლიანი გამონადენი ბუნებრივი ხვრელებიდან, მაგალითად, პირიდან, ცხვირიდან, ანუსიდან, სიკვდილის შემდეგ. შეშუპება კანქვეშა ქსოვილებში, განსაკუთრებით კისრის, გულმკერდის და მუცლის არეში. ნაკლებად მწვავე ფორმა უფრო ხშირია ღორებში, ძაღლებში და კატებში. ცხელება, ანორექსია. ლოკალიზებული შეშუპება, მაგალითად, ყელის არეში ღორებში. კანის წყლულები. სუნთქვის გაძნელება. ადამიანებში. კანის ფორმა, ყველაზე გავრცელებული ფორმა, ახასიათებს ქავილით დაწყებული პატარა ბუშტუკის წარმოქმნა, რომელიც შემდეგ გადაიქცევა უმტკივნეულო წყლულად შავი ცენტრით ესქარა. სასუნთქი გზების ფორმა, იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით, რომლებიც სწრაფად პროგრესირებს მძიმე სუნთქვის უკმარისობით, შოკით და სიკვდილით. კუჭ-ნაწლავის ფორმა, ახასიათებს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სისხლიანი დიარეა და ცხელება. ციმბირის წყლულის დიაგნოსტიკა ემყარება შემდეგ მეთოდებს. კლინიკური ნიშნები, უეცარი სიკვდილი დამახასიათებელი სიმპტომებით არის საეჭვო ციმბირის წყლულზე. ლაბორატორიული ტესტები. ბაქტერიოლოგიური კვლევა, სისხლის ქსოვილების ან გამონადენის ნიმუშების აღება და ბაქტერიის იდენტიფიცირება კულტურის საშუალებით. მიკროსკოპია, ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა ბაქტერიის დასადგენად. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ბაქტერიის დმის გამოვლენა ნიმუშებში. იმუნოფლუორესცენცია, ბაქტერიის ანტიგენების გამოვლენა ქსოვილებში. სეროლოგიური ტესტები, ანტისხეულების გამოვლენა სისხლში, გამოიყენება გადარჩენა ცხოველებში. მკურნალობა ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიაზე. ძირითადი სამკურნალო საშუალებებია. ანტიბიოტიკები. პენიცილინი, ყველაზე ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკია, განსაკუთრებით მგრძნობიარე შტამების შემთხვევაში. დოქსიციკლინი, ალტერნატიული ანტიბიოტიკი პენიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამების ან ალერგიის შემთხვევაში. ციპროფლოქსაცინი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, გამოიყენება მძიმე შემთხვევებში. ლევოფლოქსაცინი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, ასევე გამოიყენება მძიმე შემთხვევებში. ანტიბიოტიკების კურსი უნდა გაგრძელდეს 10-14 დღე. სიმპტომური მკურნალობა. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ტკივილისა და ცხელების შესამცირებლად. ინტრავენური სითხეები, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. სუნთქვის დამხმარე საშუალებები, სასუნთქი გზების დაზიანების შემთხვევაში. სამკურნალო მედიკამენტების და საშუალებების ჩამონათვალი. პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, მაგალითად, პენიცილინი G, დოქსიციკლინი, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
საინფუზიო ხსნარები, მაგალითად რინგერის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი. ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური საშუალება ციმბირის წყლულის პრევენციისთვის. რეკომენდებულია რეგულარული ვაქცინაცია იმ რეგიონებში, სადაც დაავადება ენდემურია. ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსებს. უსაფრთხოების ზომები. ინფიცირებულ ცხოველებთან ან მათ პროდუქტებთან კონტაქტისას აუცილებელია დამცავი ტანსაცმლისა და ხელთათმანების გამოყენება. კარანტინი. ინფიცირებული ცხოველები უნდა იყოს იზოლირებული და დაავადებული ტერიტორია უნდა იყოს კარანტინირებული. დეზინფექცია. გარემოს დეზინფექცია სპორების მოსაკლავად. ცხოველთა გვამების განადგურება. დაღუპული ცხოველების გვამები უნდა განადგურდეს უსაფრთხოდ, მაგალითად დაწვით ან ღრმად დამარხვით, სპორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ინფორმირება. ფერმერებმა და ვეტერინარებმა უნდა იცოდნენ დაავადების სიმპტომები და პრევენციული ზომები. ციმბირის წყლული არის სერიოზული დაავადება, რომელიც მოითხოვს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. პრევენციული ზომების გატარება და დაავადების დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.